თუ გაინტერესებს როგორ ქმნის შენს რეალობას, ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე. ყველაფერი იწყება ფიქრით. ეს პირველადი ნაპერწკალია. როდესაც ფიქრი ფორმირდება, ის იძენს ემოციას. მაგალითად, ფიქრი მინდა ვიმოგზაურო. ამ ფიქრმა შეიძლება გამოიწვიოს იმედი, სიხარული, შიში, ეჭვი. ეს დამოკიდებულია შენს შინაგან მდგომარეობაზე. თუ ემოცია ძლიერი აღმოჩნდა, ის ხდება საწვავი, ანუ ენერგია. შედეგად სხეულში ჩნდება სურვილი, იმპულსი მოქმედებისკენ. იწყებ მოქმედებას. სწორედ ამას უწოდებენ ფიქრის მატერიალიზებას. მოქმედებას მიყავ გარკვეულ შედეგამდე. შედეგი იწვევს ახალ ფიქრებს და ყველაფერი თავიდან იწყება. ფიქრი, ემოცია, ენერგია, ქმედება ეს ის ალგორითმია, რომელიც ქმნის შენს რეალობას. მაგრამ თუ ფიქრმა გამოიწვია სუსტი, ხანმოკლე ან ნეგატიური ემოცია, როგორიც არის შიში, შფოთვა, ეჭვი, ენერგია არ გაჩნდა. იდეა დაიწვა. ყველაფერი დარჩა გონებაში, ფიქრებში, ქმედების გარეშე. მდგომარეობა, როცა თითქოს ყველაფერი გაანალიზე, მაგრამ რეალობა არ იცვლება. არ იყო მოქმედების იმპულსი. ასეთი ფიქრები ყოველდღურად ათასობით გვაქვს. სხვაობა მეოცნებისა და შემოქმედს შორის სწორედ აქ არის, ენერგიასა და მოქმედებაში. პირველი ფიქრობს დაუსრულებლად, წრეზე ტრიალებს. მეორე საკუთარ ფიქრს ენერგიას აძლევს და იწყებს მოქმედებას. ასე იქცევა ფიქრი ბედისწერად. ყველაფერი შენიდან იწყება.